2, 1, go! მოკლედ, დღეს უკვე როგორც მიხვდით, აღნიშნავთ კირას დაბადების დღეს, შესაბამისად ვეცდები დღევანდელი მთელი დღე გაგიზიაროთ და განახოთ თუ როგორ აღნიშნავთ კირას მე-6 დაბადების დღეს. არ მჯერა, რომ 6 წლის გოგოს მამა ვარ, მაგრამ კიდევ უფრო ის არ მჯერა, რომ ეს ჩემი 6 წლის გოგო უკვე თინეიჯერებით იქცევა. და არ მინდა წარმოვიდგინო, რომ მართლა თინეიჯერი რო გახდება კირა, რა დღეში იქნება, არ ვიცი რა დღეში ვიქნები მე და ჩვენი ურთიერთობა, იმიტომ რომ ძალიან რთულია, განსაკუთრებით ისინი მიხვდებით ამას, ვისაც შვილი ყავთ და ვისაც გქონიათ გამოცდილება, როგორია შვილთან, ესე ვთქვათ, ეს აღზრდის დინამიკა, ცხოვრების დინამიკა, ეს ამ დინამიკის დიდი ნაწილი თქვენთვისაც გამიზიარებია, მაგალითად წინა ვიდეო, როცა კირასთან ერთად გავატარე მთელი დღე და ყველაფერზე ვეუბნებოდი კი ის, სხვათა შორის წუხელ მე და კირამ ერთად უყურეთ მის დაბადებას და მე უცებ შემოვხედე და მამა რა წილი ხარ? მეკითხება რა და ცემლები წამომივიდა ეხა, იმიტომ რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მამა გავხდი და პირველი შემთხვევა, როცა სიხარულისგან ვიტირე და ეგ ემოციები აღიძრა ისევ. კირას დაბადების დღის ვიდეოები, დაბადების დღეებზე ვიღებთ ხოლმე ვიდეოს, უმეტესად თეოსთან იდება ხოლმე, თეოს YouTube არხზე, თუმცა მეც მინდოდა რომ ჩემთან გამეზიარებინა თქვენთვის ის ემოციები, რაც ჩვენ გვექნება, რაც კირას ექნება დღევანდელ დღეს, ველოდებით სტუმრებს და საღამოთი ერთად აღნიშნავთ კირას დაბადების დღეს. რაც შეეხება კირას საჩუქრებს, კირამ ძალიან ბევრი საჩუქარი მიიღო უკვე, იმიტომ რომ დღეს აღნიშნავთ და გუშინ წინ იყო კირას დაბადების დღე, დღეს მილას დაბადების დღე, სხვათა შორის. რაც შეეხება საჩუქრებს, ბევრი საჩუქარი მიიღო, ბევრი ემოციები ჰქონდა, თუმცა დღესაც მიიღებ საჩუქრებს, იმიტომ რომ მეგობრები მოდიან, მიულოცავენ, რაღაც საჩუქრებს მოუტანენ ალბათ, მაგრამ ამის გარდა კიდე ელოდება დიდი საჩუქარი მამიკოს ძმაკაცისგან, სერგისგან, რომელიც არის ტრანსპორტერის დამფუძნებელი და რომელმაც გადაწყვიტა რომ კირას უეჭველი კვადროციკლი უნდა ვაჩუქოვო და ეგ გამოცდილებები უნდა გაიაროსო რა და პლუსო აუცილებლად მანახეო რა რეაქციები ექნება კირასო, იმიტომ რომ ჩემს გოგოებსაც ყავთო იგივე ტრანსპორტიო და ძალიან მიხარიაო რომ ბავშვები კვადროთი დადიანო და დამოუკიდებლობას სწავლობენო. მოკლედ, სერგი არის გულიანი კაცი, ასე რომ ეხა ძალიან მალე მივალთ ტრანსპორტერში, ვნახავთ უშუალოდ კვადროს და წავიყვანთ გადასაფორმებლად. მოდით თან ტრანსპორტერში შეგახედებთ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი სათამაშოებია. იმედია კირას არ მომიწევს რომ შევეცილო თავის საჩუქარში, იმიტომ რომ ცოტა ხანში მეც რაღაცებს გავტესტავ რა. სხვა შორის ეხლა ცოტა ხნის წინ ვიყავით პორტუგალიაში, CF Motos ტესტზე, off-road-ზე და ძალიან საინტერესო გადასვლები მქონდა. ეხლა კი მოდი გადავიდეთ და ვნახოთ რა ხდება ტრანსპორტერში. ესეთი ამბავია, მეგობრებო, თურმე კირას ადგილზე ალბათ მე რა ვიცი, ცას ვეწეოდი სიხარულისგან. ესეთი რაღაცა რომ ყოლოდა ხوار ხადაო. როგორ მახსოვს პირველი სათამაშო მანქანა რო ჩამომიტანა ამა ჩემმა პუნქტით რო დადიოდა და სადენით არ იყო შეერთებული, შოქში ვიყავი და ტიპები სად არიან. მოკლედ, ესეც CF Moto არის, ზუსტად ის ბრენდი, რაც ცოტა ხნის წინ, რამდენიმე დღის წინ გავტესტეთ off-road-ზე. მე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით საკუთარი მხრით გავტესტე, მაგრამ ეს რაღაც ახალია. 100 კუბიანი არის, მაგრამ კარგია ის, რომ კონტროლი, ანუ შეგვიძლია სიჩქარის, ჩავკეტოთ დაბალ სიჩქარეზე, რომ კირა მიისწავლოს ჯერ, ასევე კირასთვის ჩაფხუტი სად არის. მოკლედ, აი სერგიმ ალბათ 100-იანში გაარტყარა. ნახოთ რა რეაქცია ექნება, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო იქნება ეგ ამბავი. ესეც ასე კვადრო მიღებულია და ეხლა მოდი ვნახოთ კირას რეაქციები. მეგობრებო, მოდი ვიმუდაოთ. აი, всё, ეხლა გაჩერდი. სტოპ. ეხლა გავიდით გარეთ და ვნახოთ შენი საჩუქარი, რომელიც ჩემმა ძმაკაცმა გამოგიგზავნა, სერგიმ. ვნახოთ? Ready? Კაი. წამო. 1, 2, წამო. 3, 2, 1, go! სად ხარ? გავსი რაღაცის ატარებლად? გაგიხარდა თუ ისე რა? ისე რა. მაგრამ გამიხარდა. გაუჩი.
ახე რას დადის გოგო? თერფოს მოგიდეთ თუ გიდე. ეხლა შევიდეთ გარაჟში. ეხლა გითხარი აბა შენი ემოციები. რა კარგი. 6 წლის ვარ და შემილია მარტო წავიდე უკვე. რა მარტო წავალ სკოლაში და მანქანებში რას იზავ? მოკლედ, ესეც ასე. კირა მიიღო ძალიან მაგარი საჩუქარი. ეხლა კი ცოტა ხანში დავიწყებთ გამზადებას და გამზადებით წასასვლელად გასართობ ცენტრში, სადაც უმასპინძლებს სტუმრებს. სად მივდივართ? City Mall-ში, Magic City-ში გამოვპრანჭავთ ეხლა კირას და გამზადოთ? Yes. მილა, ვეფხვი როგორ შვება? პატარა ბოკვერი არის. მილა, რამდენი წლის გახდა, მამა? ავედით, მოკლედ, მეგობრებო, მაგარი ქარია. დავიძარით იუბილართან ერთად მე და თეო და რამდენიმე წუთში ვიქნებით უკვე Magic City-ში, სადაც მეჯიქები მოხდება, იმედი აქვს კირას. მოკლედ, ენერგიის დასახარჯად იდეალური ადგილია ბავშვებისთვის, იმიტომ რომ შეგიძლიათ შემოხვიდე და რამდენიც გინდა იმდენი იყვირო. მაინც არავის არ ესმის. მოკლედ, Magic City-ში მეორე სართულზე, City Mall-ში არის ორი ოთახი, როგორც ნახე, მეც პირველად ნახე აქავრობა. ეს ოთახი არის ბავშვებისთვის განკუთვნილი, მათი გართობისთვის, პლუს მაგიდები არის ბავშვებისთვის გაწყობილი, ხოლო გვერდით არის ოთახი მშობლებისთვის, სადაც პიცები და რაღაცეებია, ნახე რა ხდება. განკუთვნილი მშობლებისთვის და იქ ჯერ არავინ არ არის, ჯერ აქეთ ვარ. თავს არ შეგაწყენთ. უკვე მაგრადერთობია, წინ აქვს ძალიან ბევრი თამაშები, შემოშალებული პროგრამა, მერე ტორტის გაჭრა და ასე შემდეგ და ამ ყველაფერს უბრალოდ კადრების სახით შემოგთავაზებ და შეგეძლიათ ნახოთ. მოვედით სახლში, დავლაგდით ცოტათი და ეხლა გავაკეთოთ კირა საჩუქრების unboxing-ი, ხო? ანუ ყველა საჩუქარს გახსნეს კირა. ეს პინბოლია, იცი პინბოლის თამაში? აი აქ დაბლა არის ბურთი და უნდა დაარტყა და ესე გააძვინო. მიდი, მიაჭირე. ყოჩა. მადლობა ნიკოლა. ნახე. აი ძან. ლასტენილების გასაკეთებელი. ძალიან მომეწონა ესა. ვაუ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მომეწონა თამა მართლა. ეს არის შერუგებასება, რა ქვია? იუნიკორნი. ეს ნაგვები. მარიკო, ძალიან მომეწონა, ძალიან დიდი მადლობა. ნახე. ძალიან მომეწონა. ბეკა, ძალიან დიდი მადლობა, ნახე. მოდი გავკეთოთ რა, როკებზე. მიყვარს ატოები და დედი ყოყოება მაშორებს. ძალიან დიდი მადლობა თომა. ცვილი ამ სახში არ დავინახო გახსნენი თორემ. ვიჩი. ეს ვიჩი რომ მოანა არის მეორე. აბა მოვიგოთ. სუნამო არის. მამა, ეს სუნამო კარგად უნდა დაიცვა, თორე შეიძლება იოანე მან ქრისტესია მოგპარონ. სუნამოების ხამი ვიყავს აქ ოთახში, რო იცოდე. ძალიან მომეწონა მართლა. ნახე რა საყვალობა. და თუნია. Thank you very much, Sunny. დაიჭირე შარვალი, ძალიან მომწონს ეს შარვალი და ეს დაანახე, მოტრიალდი.
რა ლამაზია. და ქოქო? არა, არ დაგო. რაკმა ყოფილი არის. მოკლედ, მეგობრებო, უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ უყურეთ ვიდეოს, მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა ადამიანებს, რომლებიც შეწუხდით, რომლებმაც საჩუქრები გამოუგზავნით კირას და მილას. უღრმესი მადლობა იმათ, რომლებიც საჩუქრებიც ვერ მოხვდა აქ და მივიღეთ და ძალიან გიხარია და ძალიან მადლობლები ვართ. და რა ვიცი, კირა, 7 წლის დაბადების დღეზე შევხვდებით ერთმანეთს და ვნახოთ, როგორი შეცვლილი იქნება კირა. იმიტომ რომ ძალიან შეცვლილია 5 წლის დაბადების დღე გადავიხადეთ მას შემდეგ. ეხლა უფრო სხვანაირია და ნახოთ რა მოხდება შემდეგ დაბადების დღეზე. Subscribe. მოკლედ, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. მადლობა.